კიდევ ერთი ქართული სოფელი, რომელიც ოსიმარადიორობის მსხვერპლი გახდა. ბერშუეთი ოსობით დასახლებულ წინაგარას ესაზღვრება და მასზე ცხინვალიდან ახალგორისკენ მიმავალი ერთ-ერთი მთავარი სატრანზიტო გზა გადის. ბერშუეთი რუსულ ბომბებს გადაურჩა ოსურ რეიდებს კი ვერა. წინაგარიდან და ცხინვალიდან ოსები მოსახლეობას ყოველ საღამოს ატერორებენ, ძარცვავენ, საქონელს ართმევენ და შეშის მოსატანად ტყეში გასვლასაც უშლიან. სოფელში ოკუპანტების საგუშაგო არ არის, თუმცა იქ ვერც ქართული პოლიცია შედის. რეპორტაჟი რუსების მიერ ოკუპირებული სოფლიდან. ტანკები და ისინი აი აქამდე მოვიდნენ, აი იმ კუთხემდინა. რუსული სამხედრო ტექნიკის გამოჩენისას მოსახლეობა დღესაც იმანება. ბერშუეთი გორის რაიონში ერთადერთი სოფელია, სადაც ავიაგამანადგურებლებს ბომბები არ ჩამოუყრიათ. ზიანი სოფელს რუსულმა ტანკებმა მიაყენა. 65-მა ტანკმა გაიარა. აი ესე გარქონდა, აი სახსა ზანგარი. ბერშუეთი უსაფრთხოების ზონაშია მოქცეული. სოფელში რუსების საგუშაგო არ არის, თუმცა აგრესორები სეპარატისტებთან ერთად იქ ხშირად პატრულირებენ. ბერშუეთი ოსურ სოფელ წინაგარას და ცხინვალი ახალგორის ცენტრალურ მაგისტრალს ესაზღვრება. ახალგორში სამხედრო ტექნიკა სწორედ ბერშუეთის გავლით შედის. სოფელი შეშინებულია. მოსახლეობა ამბობს, რომ სეპარატისტები ბერშუეთში დღემდე მარადიორობენ. ვხედავთ გულიგულს კიდევ ხან ტანკები დავია და ხან სამალიოტი აი გადმაიარა და ვინებს ამეედო. აი ნეგი ყოს ხარაი. ვაშინებენ გვაფრთხობენ. ბერშუეთის მცხოვრებლებს ოსები სოფელთან ახლოს მდებარე თვით სარგებლობასაც უშლიან, ამიტომ მოსახლეობამ უკვე საკუთარი მრავალწლიანი ხეხილის გაჩეხვა დაიწყო. საკუთარ ბაღში დავჭერებ. რატო ესე საშიშია ტყეში გასვლა? აბა ისვიან ავტომატებს. ყოველ დღე ავტომატის ვერ გადიხარ შიშით. სოფელში ხშირია საქონლის ქურდობის ფაქტები. ამბობენ, რომ უკანონო ბანდფორმირებები ქართულ მწყემსებს საძოვრებზე თავს ესხმიან და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. ბოლო ასეთი შემთხვევა ბერშუეთში 2 დღის წინაც მოხდა. მწყემსები იხსენებენ, რომ ისინი სიკვდილს შემთხვევით გადაურჩნენ. გაგვრეკეს კი ბლის ნახერი გაგვარეკინეს. მე რეფჩემი ჯერ კუსვათ ლაპარაკობ, მე ქართულად ბაგინებდი. დაგვიყვანეს მე და ჩემა დაგვიწყეს. დადიან თამანთნებაზე, დადიან, როცა უნდა გაივლიან, როცა უნდა გამოივლიან, ღამე გვიანობამდე ვხიზლობთ, რომ მაინც რა იცი რა ხდება რა. ყოველთვის გასაქცევად ვართ მზად. შიშის გამო ბერშუეთში სწავლაც არ დაწყებულა. სოფლის მოსახლეობა ბავშვების გარეთ გაშვებაზე უარს ამბობს. სური ბანდფორმირებები გაურკვეველი, ჩვენ არ ვიცით, ნიღბიანები არიან ისინი და რა ეროვნების არიან არ ვიცით. დადიან სოფელში და ხშირია ესეთი შემთხვევები, რომ გააჩერებენ, სცემენ, გაიტაცებენ. ბერშუეთში სასწავლო პროცესი სავარაუდოდ 15 ოქტომბრიდან განახლდება. მანამდე სოფლის მოსახლეობა ქართული პოლიციის შესვლას და უსაფრთხოების გარანტიას ითხოვენ.